გამარჯობათ მოსწავლე მაყურებელს. დღეს ბატონო ზალ ის უყოლა შეკითხვა რაც მივიღეთ ჩვენ ინტერნეტით შემეკითხვა და ვეცდები რომ პასუხი მისცე. ბატონო გესასმელი ბევრი გახდა დავიწყოთ ამ ტაბულით ამ დიაგრამს რომელიც თქვენ მოიგონეთ და ეხლა მას ჩვენი მაყურებელი უყურებს ეთერში. აი ძალიან მეტებს რა არის ახლა აუხსათ მაყურებელს და თან ის თვალს გავაყოლებს ყველაფერს. მე არც რამდენად გამოჩნდება იმები მაქვს რომ კი გამოჩნდება ბატონო ძალიან რაზეა საუბარი მანდ. რა ციფრები? ნახეთ აქ არის ეს არის ატომის ზომა. 10-10 ხარისხში. ეგ არის მეორე მაგას ქვია პლანკის მუდმივი 10-37 ხარისხი. პლანკის მუდმივა, დიახ. კი. და ეინშტეინმა და პლანკმა და კიდევ სხვა ზოგიერთი მეცნიერი ფიზიკოსები თქვეს რომ ეგ სულ ყველაზე პატარა ნაწილაკი არის სამყაროში და გაუგრძელეს ადამიანობას მისვლაც კი სხვასთან გაგრძელება გაუგრძელეს იქით კი ნუ აი ამ ციფრთან ხო 10-37 ხარისხი ამით ფაქტურად მათ ღმერთი უარყეს ასე გამოვიდა ხო ნუ ესე გამოდის და რატომ 10-37 არის სულ ყველაზე პატარა ნაწილაკი და აი ამ სივრცეში ღმერთი არ ინახა. აქედან გამომდინარე გამოდის რომ ღმერთი არ არის. დიახ. მაგრამ ჩვენ ხმარობთ მე პირადად 10-4 ხარისხში. დიახ. 10-2 მილიონ ხარისხში და 10-4 მილიონ ხარისხში. ეს კიდე ბოლო არ არის. ბოლო არ არის. დიახ. და აი ეს უცნაური გაზავებები რომელშიც ნუ პლანკის და ეინშტეინის მიხედვით არარეალურია და შიგნით არაფერი არ უნდა იყოს ერთი მაგის მიღებაც ზოგადად არარეალურია ამ დროს ნებისმიერ ფიზიკოსს აუხსნი რომ ეს რეალობა არის თან ეგ შეიძლება ადამიანმა გამოიყენოს. ეხლა როდესაც პაციენტს კურნავს შეიძლება ამ შემთხვევაში მაგი პაციენტი ვერც მიხვდეს რომ ეს მუშაობს შიგნით და ვერც აუხსნი. რასაც ზევ დასალევად. მაგრამ სცენარიზე ცხოველზე გააკეთოთ პაციენტმა ცდა ეგრევე ნახავს რომ ეს ციფრები რეალურად თავის ზემოქმედებას ასრულებენ. ახდენენ, კი. და აქედან გამომდინარე გამოდის რომ ეს რეალობა არის და რეალობა არის, იცით რა? თუ აი ესეთი ციფრი 10-4 მილიონ ხარისხში რაღაცა გარკვეულ ფუნქციას ასრულებს, გამოდის რომ აი ეს ნუ არის ნაწილაკია თუ ტალღა არის, ამაზე დიდი დღესაც მიდის ესე თქვა კამათი და მსჯელობა კი რა არის ესე თქვა სამყაროში პირველი ნაწილაკი თუ ტალღა მაგას ნიშნულობა არ აქვს ამ შემთხვევაში ფაქტია რომ ეს ზემოქმედება იწევს ნებისმიერ უჯრედზე ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმზე მაგრამ რას იწევს როგორ იწევს გამოდის რომ ამან აი ამ გაზავებას აქვს თავისი ენერგია. დიახ. რადგანაც რაღაცა გარკვეულ ცვლილებებს ქმნის. მაგრამ ამ ენერგიაში დევს რაღაცა გარკვეული ინფორმაცია. იმიტომ რომ კარნახს ვაძლევს უჯრედს, რომ იმ უჯრედმა რაღაცა გარკვეული ფუნქცია შეასრულოს. მაგრამ გააჩნია რისგან არის მიღებული ეს ნაწილაკი ან ტალღა, აი ესეთი რაოდენობით უაზრო ზომის იწევს ცვლილებებს. გამოდის, რომ სხვადასხვა ნივთიერება იწევს სხვადასხვა რაღაცა გარკვეულ ზემოქმედებას კი. ნუ ამ შემთხვევაში უჯრედში. მაგრამ ეს არის ძალიან საინტერესო ფაქტი. მაშინ იბადება შეკითხვა, რა არის სამყარო? რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენს გარშემო?
ვინ მართავს ამ პროცესებს? ვინ პროცესს მართავს. მაგრამ აი როგორც ბატონი ზალმა თქვა, რომ 10-4 მილიონი ხარისხში ეს ბოლო ციფრი არ არის, უბრალოდ მაგის დამზადება საკმაოდ რთულია, იმიტომ ძალიან დიდი დრომი აქვს. მაგრამ ალბათ ვინმე არის შეიძლება გააკეთა კიდევაც 10-10 მილიონი. ისიც იმოქმედა. მაგრამ გამოდის, რომ აი ამ სულ ყველაფერს მართავს რაღაცა გარკვეული იდეა. კი ბატონო. ინფორმაცია. გონი. კი, და აქედან გამომდინარე სხვანაირად, ვერაფერს მაგას ვერ დავუკავშირებ. ვიდეოით უყალთა. კი, თუ ეს არ არის სამყაროს ზოგადად მართველი იდეა. რადგანაც ნებისმიერ ნივთიერებას შეუძლია იმოქმედოს, ზემოქმედება გამოიწვიოს ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმზე და არა მარტო ცოცხალს. უბრალოდ იქ ცოტა სხვანაირი პროცესებია, უფრო რთული გასაკეთებელი ტექნიკურად. გამოდის, რომ ეგ სულაფერი ჩვენ გარშემო არსებობს და არა მარტო ჩვენ გარშემო, ჩვენშიც არის, ჩვენ შექმნილები ვართ ატომებისგან. ერთი მოლეკულა შეიცავს რამდენიმე მილიონ ატომს და სულ ყველა ატომს აქვს თავისი ფუნქცია და აი ნებისმიერ ატომში, რაც დღევანდელი მეცნიერები ამბობენ, ფიზიკოსები მეთმეტეს კვანტურ ფიზიკაში, რომ ნებისმიერ ატომში დევს უამრავი ინფორმაცია. მე შემიძლია ვთქვა, რომ მთელი სამყაროს ინფორმაციას ფლობს ნებისმიერი ატომი ცალკე. გააჩნია რაოდენობით რამდენი ინფორმაცია, სხვადასხვა ინფორმაცია რა პროცენტულად დევს იმ ატომში. რამდენი ატომიც არის იმდენი სამყარო. კი. და ჩვენს ატომებისგან ვართ შექმნილები. გამოდის, რომ ჩვენს შევიცავთ სამყაროს. და ალბათ არავინ არ გამიბრაზდება, ღმერთი ჩვენშია. როგორც ჩვენ ვართ ღმერთში. ეს პირდაპირი კავშირია და აი ზოგიერთ რატომ არ აღჯერათ, რომ ეს ყველაფერი რაც ჩვენს გარშემო არის, ეს პირდაპირ კავშირშია ღმერთთან. ღმერთი, რომელიც ეგ ყველაფერი წარმოქმნა და არა მარტო წარმოქმნა. ფლობს კიდევაც ამ მთელ სამყაროს ინფორმაციას და არაფერი არ ხდება მის გარეშე. კი. და მე მეკვირს ბევრი ხალხის მეკვირს, ვისაც აი ეს თემა ჯერ ერთი არ აინტერესებს და მეორე კიდე არ აღჯერათ. მაგრამ ამათ ქართველებზე ვერ ვიტყვით. ბოლოს როცა მილიონობით ადამიანი გამოდის პროცენტულად სარწმუნოების დაცავად, ქრისტიანების დაცავად კუჩაში, ეს რაზე მეტყველებს? იცით რა არის? ალბათ ვისაც ამის სჯერა იმას შიშიც უნდა გქონდეს. შიში, იმიტომ რომ გამოდის, რომ ნებისმიერი ჩვენი, ესე ვთქვათ, ნაბიჯი პირდაპირ კავშირში არის აი ამ ენერგიებთან და არასწორი ნაბიჯი დატოვებს თავის კვალს. ბატონო, ახლა თქვენ ამ თემაზე ვსაუბრობთ, მე გამახსენდა წერომაში, როცა ჩვენ ექსპერიმენტს ვატარებთ, ერთი ექსპერიმენტის დროს თქვენ ეს გააკეთეთ პირდაპირ ეთერში. ძალიან კარგად მახსოვს, გაზაება ყველაფერი ამის და ერთი რამე უნდა გკითხოთ ახლა ამასთან დაკავშირებით. აი წერომის ექსპერიმენტმა, რომელიც ჩვენ ბატონ ჯუბერ პეტრიშვილის სწავლებით გავაკეთეთ, რა მოუტანა აი თქვენს საქმეს, ანუ სოფლის მეურნეობაში რა წარმატებები მიიღეთ ამის შემდეგ, რა გამოცდილება მიიღეთ ამის შედეგად. რა არის, იცით, ეს არაერთი ესე ვთქვათ ცდა იყო ჩემ მხრიდან, რომ გამეკეთებინა რაღაც გარკვეული პრაქტიკული პროცესები სხვადასხვა სცენარებზე. და აქედან გამომდინარე გააჩნია რომელ გაზავებას გამოიყენებ, არა მარტო მე, ნებისმიერი სხვა, ვისაც ეს საქმე დაინტერესდება და შეუძლია გამოიყენოს, ამ დროს მთელი დედამიწა მიდის აი ამ გზით, ინტერნეტი შეგიძლიათ გახსნათ და დაწოროთ ზოგადად გომეოპათიური სოფლის მეურნეობა და კვანტური სოფლის მეურნეობა. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ
სიტყვა კვანტს, გულისხმობ კვანტს, აი ეგ არის კვანტი. დიახ. აი აქ შედის ეს გულისხმობს იმ კვანტს. იმიტომ რომ დღემდე არავინ არ იცის დასუსტებით კვანტს გააჩნია კვანტს რა ზომა აქვს და რა ენერგია ფლობს. ანუ შესწავლი არ არის ბოლომდე. არა, მაგრამ ამ მიმართულებით მიდის მთელი დედამიწა, იცით და ღრმა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთანაც იგივე და იქ წერმას რო გაკეთდა ეს ექსპერიმენტები, ამასთან იყო დაკავშირებული თავისთავად. კი, პირდაპირ ამასთან. და რა გამოცდილება შეგძინათ რა? იცით რა არის? აი ეს ძალიან საინტერესო ფაქტია და არა მარტო სტატისტიკურად, არამედ კიდე ფილოსოფიურად. გამოდის, რომ ესეთი უაზრო ენერგია იქ სადღაც უჯრედის დონეზე რაღაცებს ცვლის და იბადება შეკითხვა, რას ცვლის, რაზე მოქმედებს, მაგრამ ძალიან იოლია მაგის ესე ვთქვათ წარმოდგენა. ჩვენ სუყვანი დაბადებულები ვართ ერთ უჯრედიდან. კი ბატონო. და დედის და მამის უჯრედი ზიგოტა ქვია, ორი უჯრედი ერთმანეთს ეხებიან, ერთმანეთში შედიან და მერე ვითარდება მთელი ორგანიზმი. და რადგანაც ვითარდება ეს ორგანიზმი ამ უჯრედებისგან, ორი უჯრედისგან, გამოდის, რომ ეს ორი უჯრედი ფლობს რაღაცა გარკვეულ გენეტიურ ინფორმაციას. რომელიც მერე იწვევს რაღაცა გარკვეულ პროცესებს და ამ პროცესების მიხედვით ყალიბდება ორგანიზმი მთლიანად. მაგრამ საკითხია რა ინფორმაციას ფლობს. გამოდის, რომ იქ ეს ინფორმაცია არის ისევ აი ამ ტალღებით ჩადებული. ტალღების სახით. და მერე ეს ტალღა გადადის მეორე უჯრედში, გადაცემს თავის ინფორმაციას და უჯრედები რომ მრავლდებიან რაოდენობრივად, სულ ყველა უჯრედი ფლობს აი ამ ძირითად ინფორმაციას. იმის გარდა რომ ფლობს კიდე მთელი სამყაროს ინფორმაციას, იმიტომ რომ ეს ველები, რომელიც მოდის სულ ყველა პლანეტიდან, გვინდა არ გვინდა, ტოვებს თავის რაღაც გარკვეულ კვალს. და აქ მთავარია ალბათ მეცნიერება, ადამიანი მივიდეს იმ დონემდე, რომ შეძლოს ამ თქვათ კონკრეტულ რაღაცა გარკვეულ ტალღის გამოტანა, ეს დავარქვათ გარეთ, რომ ეს გამოიყენოს. იგივე საკეთებს ეს მეთოდი. ჩვენ ვაძლევთ რაღაცა გარკვეულ კარნახს უჯრედს და ეს უჯრედი ასრულებს მერე თავის ფუნქციას აი ამ კარნახის მიხედვით. და გამოდის, რომ ეს ხო კარნახი არ შეიცავს ამ მთელ ინფორმაციას, რაც ფლობს თვითონ თქვათ რაღაცა გარკვეული მცენარე. ან და თქვათ მაგის თესლი. და გამოდის, რომ ეს აღვიძებს უბრალოდ შიგნით რაღაცა გარკვეულ პროცესებს, რომელიც მიიღებს აი ამ ენერგიას გარედან, აი ის ფუნქციებს, რაც ისაც ასრულებს, აძლიერებს ამ ფუნქციებს. გამოიხატება მოსავლის მიღებაში საერთოდ. საბოლოოდ კი. ამ ენერგიას, ზედმეტ ენერგიას ღებულობს, რომელიც ეთყობა არ ყოფნიდა რაღაცა გარკვეულ ფუნქციებისთვის და მერე აი ეს ფუნქცია თქვა ძლიერდება რაღაცა გარკვეული პროცენტით. სხვადასხვა შემთხვევაში გააჩნია რა ენერგიას მიაწოდებთ, იმიტომ რომ აქ სულ სხვადასხვანაირი ენერგეტიკული პოტენციალია. ის ამ პროცენტულ რაოდენობით შეიცვლება. ჩვენ ახლა წერმაში მოვსმენ 400 ხარისამდე ავედით. კი. მახსოვს. კი. 200-იანის მუშაობს კარგად, 400-იანის და იმუშავა, გაზებს ძალიან კარგად. თავის ზემოქმედებას ასრულებს. ამ გაზებებს აქვს დიდი მნიშვნელობა. ისეთ უამრავი პაციენტი გაიარა ეს გზა, არა მარტო ჩემ პრაქტიკაში, გომეოპათიას მთელ დედამიწაზე ხმარობენ და ექიმები და ალბათ ჩემი აზრით რაღაცა გარკვეული დიდი პროცენტით ღებულობენ დადებით შედეგს. და გამოდის, რომ
ადამიანსაც იგივე თქვა პრობლემები აქვს და თუ თქვა დაიბადა რაღაცა გარკვეული, წარმოიქმნა რაღაცა გარკვეული პროცესი და დავადება თქვა იგივე სიმსივნური. Сейчас мы собрали ჩენდა გადაცემაში პატრონი, მაგრამ ეხლა მე მაინტერესებს ეს ექსპერიმენტი, როგორც ჩავატარეთ იქ მე რამდენად ვიცი, ჩვენ ამ შემდეგ კახეთში ვიყავით რამდენიმე რაიონის მუნიციპალიტეტში და იქ ძალიან გამართლა ექსპერიმენტი. განსაკუთრებით ხორბის ექსპერიმენტი, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ წერილში. იცით რა, მე და თქვენ ვიყავით ერთ ადგილას და 200 წლის ხეც ავადგინეთ. კი ბატონო. აქედან გამოდის, რომ ნიშნობა არ არის, რაზე იმოქმედებთ. იცით, ერთ-ერთ შემთხვევაში, ერთ-ერთ ოჯახში ესე ვიჯექით და ამ თემებზე ვლაპარაკობდით. და კაცმა მთხოვა, რომ მომეციო შენი საშუალება და დათესა წალამი. კი ბატონო. და წალამი საყოვდა. ის ჩემსა ჩვენ მაყურებელი კი ბატონო. წალამი საყოვდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ის წალამი ჯერ კიდე ბოლომდე კვტარი არ იყო. იმას ჯერ კიდე ჰქონდა რაღაც გარკვეული საშუალება უნარი, რომ აი ეს უჯრედს მიიღო ეს ინფორმაცია. ამ ექსპერიმენტს კიდე იმას უფრო მეტად მიხარია, რომ წილკანში ჩვენ როცა გადავიტანეთ წერილს ექსპერიმენტი, სიმინძე გადავიტანეთ შემთხვევაში 12 ტონა სიმინდი მიიღო კაცმა ჰექტარს. კი. ეს მამაშვილი ვარ იმათ. იქ გექტარიც არ იყო, ნაკლები იყო, მაგრამ ეს დიდი რაოდენობა მაინც და მაინც 1 ჰექტარზე ვითომ არ არის. ამ დროს არის, რატომ? იმიტომ რომ იმ ნიადაგში პრაქტიკულად სასუქი ამის გარდა არ შესულა. შენი წვეთების გარდა. შენი წვეთების დიახ. კი. სასუქი პრაქტიკულად არ შესულა და შედეგი მიიღეს და სულ ყველაზე საინტერესო არის იმ ნიადაგზე მესამე წელიწადია თესავენ ერთდაიგივე კი. და გამოდის უკეთესი. უკეთესი და უკეთესი. ეს ნიშნავს იმას, რომ იმის გარდა რომ იმ თელში თვითონ რჩება ეს ინფორმაცია, თვითონ ნიადაგშიც მიდის ეს ცვლილებები, რომელიც ხელს უწყობენ მერე სცენარის თქვათ ზრდას და მაგის შემადგენლობას. აძლიერებს უაფერს. ეხლა ეს რაც ჩვენ მივიღეთ გააჩნია რა კულტურაზე ვიმუშავეთ, ალბათ თქვენ გახსოვთ რა სუნი აქვს და რა გემო. კი ბატონო და თან კიდე თქვენ ეს ექსპერიმენტი გამოიყენეთ, წერილს ექსპერიმენტი მაგათ კარგად ნახოთ დედოფლის წყაროში, სიღნაღში დასწოცა. კი. მიიღეთ სასწაული ზესუმზირის მოსავალი. კი. შესახედავად იყო ვიზუალურად ეს. არა მარტო შესახედავად. თვითონ იცვლის, თვითონ შემადგენლობა იცვლის დადებითად. ფერითაც განსხვავდებოდა სხვა ზესუმზირებისგან გარშემო რომელიც იყო. აი ახლა რაც ჩვენ მივიღეთ თქვა სიმინძე. დიახ. ეს კლასიკური ესე თქვა მივიღეთ სცენარის საბოლოო მდგომარეობა. წონით, ზომით, გემოთი, სუნით და დღეს ძალიან აქტუალურია ის ლაბორატორი მე პირადად არ ვიცი სხვები როგორ ამ წელიწადს საზამთრო არ მიჯამია. კი. ორჯერ ვიყიდეთ საზამთრო და განსაკუთრებით ვიხდი. კი, ვერ ჯამეთ. არ ვიცი, ალბათ არსებობდა საზამთრო სადაც საქართველოში რომელიც სუფთა იყო, მე შემხდა ისე თქვათ ეს არასწორი ფუნქციებით მოყვანილი საზამთრო რომელიც არის მაგრამ იცით ეს არ მარტო საზამთროს ეხება სამწუხაროდ დღესდღეობით და ხვალ და ზეგ კიდე გაანადგურებენ იგივე თქვათ ნიადაგს იგივე თქვათ რაღაც გარკვეულ ამიტომ ჩვენ ურჩევთ ჩვენ ტელემაყურებლებს რომ ამ წერილს ექსპერიმენტზე დავარდობით გამოიყენოთ ფაქტობრივად ეს თქვენი მეთოდი სოფლის მეურნეობაში. იცით რა არის? მე მზად ვარ რომ ლექცია წავუკითხო უყოლა სურვილს. აუხსნა რა არის ეს? იცით რამდენად იოლია ამის გამოყენება ჯერ ერთი მე ალბათ მითქვია თქვენთვის რომ ზოგადად ვამბობ მე ხო ზუსტად არ ვიცი რიცხვი რაოდენობა თქვათ თანხის რა ჯდება 1 ჰექტარზე, იგივე თქვათ სიმინდი. და
იმის ნახევარი დაუჯდებათ. თანაც მე ვიცი რომ თქვენ ამ ლექციებზე ტყუილად არ გიხსენებათ, რამდენიმე სახელმწიფო ზოგიერთი ეგზოტიკური სახელმწიფოც არის, მათ შორის თქვენ მოგმართათ წინადებით რომ ლექციები წაიკითხოს მათთან, მაგრამ ჯერჯერობით თქვენ როგორც ხართ თქვენ ავტოვებს ვერტოვებთ. თავს ვიკავებ, ვიცი, ნამდვილად თავს ვიკავებ, იმიტომ რომ არის გოლი მткиვა, რატომ უნდა თქვა ჩინელებს ვასწავლოთ ეს მეთოდი, თუ თქვა ქართველებსაც იგივე ჭირდებათ. აი, ეს არის ძალიან ესეთი თემა. ეცეთ მე დღეს ამას ვლაპარაკობ, დღეს თუ ხვალ თქვა თუ ადამიანმა არ დაინტერესდა ამ მეთოდით, ამ იდეით, ის მაინც შემოვა. ეს მაგას ვერავინ ვერ გაიქცევა. მთელი დედამიწა მიდის აი ამ მიმართულებით. კი ბატონო, და კიდევ ერთხელ რომ გავმეორჩოს მაყურებს ჩვენი გადაცემის ასპარს. ესე იგი წეროვის ექსპერიმენტი თქვენაც გაამართლა. მოგცა საშუალება, რომ პრაქტიკულად გაეკეთებინათ τέτοιი რაღაცები, რომელსაც შეიძლება სხვა ადგილას ვერ ვიოცნებებთ. იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა შესანიშნავი პირობები, რომ იტყვიან და ყველაფერმა ჩაიარა ძალიან კარგად. თქვენ ალბათ გახსოვთ ჩვენ ბატონი ჯუმბერ პატიაშვილთან ჩავატარეთ ეს და რა პომიდორი მივიღეთ და რა კიტრი მივიღეთ. და რა ხორბალი. ხორბალი. და ეცეთ მაგას არ აქვს ესე ვთქვათ რაღაცა გარკვეული უარყოფითი ზემოქმედება. როგორც ორგანიზმი, როგორც მცენარე, ან თქვათ ცხოველი. ჩემი სადოქტორო ეხებოდა ქათმებს. კი ბატონო. კვერცხებს. ეს იყო უკვე 30 წლის უკან. და მაშინაც ეს მეთოდი გაამართლა სერიოზულად. და ჩვენ მივიღეთ უცნაური შედეგი. ფაქტობრივად აქ რისკი არის ნულის დრო, როცა თქვენ ექსპერიმენტი მიმართოთ. რისკი არ არსებობს, თუ არასწორად გამოიყენეს შედეგს ვერ მიიღებენ, მაგრამ არაფერს არ გააფუჭებს. შედეგს როგორ? მაგის ზემოქმედებას ვერ ნახავთ, თორე ის თავისთვის გაიზრდა. გასაგები. აი ასე ახლა ჩვენ ძალიან დროში ვართ შეზღუდული დღეს როგორც ყოველთვის და მინდა ესე იგი მოუწოდო ჩვენს მაყურებელს, რომ ახლოს გაესწრონ, იმიტომ რომ ყველაფერი გადაღებულია YouTube-ზე, ყველაფერი აწვირთულია ეს ექსპერიმენტი. აი თუნდაც ეს რომელიც აქ ჩვენ ახლა ტაბულა, ეს როგორ ხდებოდა წეროვაში ადგილზე და გაესწრით, ნახეთ, გამოიყენეთ ცხოვრებაში. აგერ არის ბატონი გია, ჯერჯერობით არაპირებს ლექციებს სადმე წასვლას და ეთქობა ჯერჯერობით კიდე ხავს ცოტა აი მენტალიტეტი იქ არის უკან და ვერ გადაელახავენ მენტალიტეტს, იმიტომ რომ ალბათ ეს შინია თამის. გასაგებია, ბუნებრივია. ბატონო, დავაშვიდო ჩვენს მაყურებელს. დიდი მადლობა ჩვენთან ერთად რომ იყავით. არ ვიცი რამდენად საინტერესო იყო ჩვენი დღევანდელი ესე თქვათ თემა, მაგრამ ველოდებით თქვენ წერილებს და შეგეკითხეთ. წერილი მოსულია ბატონო და მეორე გადაცემას ჩავწერთ, პირდაპირ ჩავწერთ ეს ამ გადაცემას და რომელიც უკვე ერთი კვირის შემდეგ გავა გადაცემის შემდეგ ანუ უზარვაში და იქ ვისაუბრეთ უკვე მხოლოდ სამკურნალო თვისებებზე, რასაც ავლენს ჰომეოპათია ადამიანის ორგანიზმში. მადლობა ყურადღებისთვის. დიდი მადლობა. მოვალ შეხვედრამდე.